მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. დაპირებისამებრ ამ კამრის გათამაშების დროც თითქმის მოვიდა, როგორც დაგპირდით მეგობრებო, ამ UFC-ს რეპლიკა კამარს 50000 გამომწერზე გავათამაშებ მეთქი, სულ რაღაც 3000 გამომწერია, დარჩენილი 50000 გამომწერამდე, ამიტომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ ჯერ კიდევ არ ყავართ გამოწერილი, შემდეგი ვიდეო სავარაუდოდ ამ UFC-ს რეპლიკა კამრის გათამაშება იქნება, რომელზეც აუცილებლად იქნება მერაბ დვალიშვილის ხელმოწერა, ამის პირობას მე გაძლევთ, ასე რომ არ გამოტოვოთ ეს შანსი. ამ ვიდეოში კი მინდა ვისაუბრო თუ რა ხდებოდა კამრის დაცვის დღეს, იმ ნიუანსებზე, რაც ხშირ შემთხვევაში გაინტერესებთ ხოლმე, ამიტომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეოც, გამოიწერეთ ჩემი არხი, ახლა კი მოდი დავიწყოთ. მოკლედ როგორც იქნა დავრჩით მარტო მეგობრებო, ძალიან დიდხანს ველოდებოდი ამ დროს თუ როდის ვისაუბრებდი ამ ყველაფერზე, როდის ჩავწერდი ამ ვიდეოს. საკმაოდ დაღლილები ვიყავით, ესე პირდაპირ გეტყვით. პირველ რიგში ამიტომ გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას ამ გამარჯვებას, მართლაც სრულიად საქართველოს გამარჯვება იყო ეს ყველაფერი. დიდი ისტორია კიდევ ერთხელ დაიწერა, რასაც ესე სულ მოუთმენლად ველოდი. ეხლა ყველაფერი კარგად არის, ასე რომ send this guys to Georgia and forget, ანუ ესეთი ახალი ჰეშტეგი გვაქვს ეხლა. დაგესტანის მაგივრად საქართველოში ვაგზავნით მებრძოლებს, რომ ჭიდაობა ისწავლონ. ფაქტობრივად რა მოხდა ამ ყველაფერს ეხლა ნელ-ნელა ვიაზრებ მეგობრებო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ну რა თქმა უნდა მერაბმაც ისაუბრა იმ თემებზე ბრძოლის შემდეგ, რომ ტრავმები ქონდა, იქ იყო ფეხის ტრავმა, ქონდა წელის ტრავმა, ასევე ძალიან ბევრი დასვენების დღეები დაიმთხვა და აქ ამერიკაში თულია ხოლმე ყველაფერი ისე დაალაგო, როგორც შენ გჭირდება, ანუ შენ გეგმას რომ მოარგო ამისი თქმა მინდა, რომ ყველა წინასწარ გეგმოს ხოლმე ყველაფერს და პირდაპირ რომ ვთქვა, იდეალური კემპი არ იყო, მაგრამ ყველაფერი იდეალურად არის. თითქმის ვიცი რომ ყველაფერი ნახეთ, ამ კადრებს ვიღებდი, თან სეტანტას უგზავნიდი, სეტანტას ბიჭები გვეხმარებოდნენ, ამ ყველაფერს ამონტაჟებდნენ, მაგრამ საინტერესო რაც ხდებოდა კადრებს მიღმა, ალბათ უფრო ამაზე გესაუბრებით. მოდი წონისკლებით დავიწყებ. როგორც ვიცით, წონისკლება არასდროს მარტივი არ არის, განსაკუთრებით როდესაც ეს არის პროფესიონალური წონისკლება, რაც არ უნდა მაღალი დონის მებრძოლი იყო, წონისკლება მაინც გინდა თუ არა გიჭირს, იმიტომ რომ რეალურად ამ წონას აქვს ხო გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ რა წონაში გამოდიხარ. ამან ამას შეუძლია შენ როგორც კარიერულად ძალიან დაგალაგოს და კარიერულად სწორად მიყვე შენს გზას, ამ პირიქით ძალიან აგრიოს რა. რეალურად მებრძოლები სად იმარჯვებენ, ანუ ეხლა რამოდენიმე დღის წინ მქონდა ვიღაცასთან ამაზე საუბარი. მებრძოლები იმარჯვებენ იქ, როდესაც თავის შესაფერის სწორ წონას აფიქსირებენ, ხო? ამიტომ სწორად მინდა ეს ყველამ გამიგოთ მეგობრებო, უფრო მეტ იკლებ წონას, მით უფრო მეტი გაქვს შანსი რომ გაიმარჯვო, ხო? იმიტომ რომ შეგიძლია შემდეგ აღიდგინო ეს წონა სწორად და რაღაც კილოგრამებით უფრო მძიმე იყო შენს მოწინააღმდეგეზე და ამ კილოგრამებს უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლაში, ამიტომ არის ყველა თავს რომ იკლავს, ესე ვთქვათ, წონის კლებაზე და რომ ცდილობენ რაც შეიძლება დაბალი წონა დააფიქსირონ და დაბალ წონაში გამოვიდნენ. ანუ ეს ყველაფერი იმიტომ ვისაუბრე, რომ წონის კლება არასდროს მარტივი არ არის, თან ყველა ადამიანი, ყველა მებრძოლი ამას ინდივიდუალურად გამოხატავს და სხვადასხვანაირად იქცევა წონის კლების დროს. აქ ერთი ფაქტი ისიც არის, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური ორგანიზმი აქვს და ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად იკლებს წონაში. მაგალითად, მე შეიძლება სხვანაირად დავიკლო წონაში, მერაბი სხვანაირად იყლებდეს წონაში, ალეკო სხვანაირად და ასე შემდეგ. აწონების წინასაღამოს, როდესაც მერაბი ბოლო კილოგრამებს უკვე ბოლო ენერგიით ებრძოდა, ესე ვთქვათ, იქ დარბაში შემთხვევით ხაბიბ ნურმაგომედოვსაც შევხვდი. მერაბი ამ დროს ბოლო ძალებს უწურავდა, ესე ვთქვათ, სარბენ-ბილიქზე, სადაც შეფუთული იყო ამ სვიცვეთით, კომბინიზონებით და პლაშოვკებით, როგორც ჩვენ ვეძახით, რომ ოფლი გამოსულიყო და სიმართლე გითხრათ, წონის კლების დროს ხვდები ხოლმე და 1000% დარწმუნებული ვარ ხოლმე, თუ ბრძოლაში რა მოხდება ზოგადად. როდესაც შენ ჩხუბობ, საერთოდ სხვა ემოცია არის და როდესაც
შენი მეგობარი, ოჯახის წევრი ან ახლო ადამიანი იბრძვის, ეს კიდევ საერთოდ სხვა გზნობა არის, საერთოდ სხვანაირად განიცდი ყველაფერს და მით უმეტეს, ოდესაც იცი ესეთი საპასუხისმგებლო ბრძოლა არის, როგორც მერაბის შემთხვევაში იყო. Go ahead, John. All right, great to be here in the county of Los Angeles. Happy New Year. Welcome to the official weigh-in for UFC 311 Makhachev versus Tsarukyan 2. And we begin with one of the gentlemen around whom this fight card was built. The undisputed UFC bantamweight champion, Merab the Machine Dvalishvili. Let's go, champ! 135. Contract weight 135. John Islam. Look forward, hold still, please. კამარზე როდესაც იბრძოდა, საკმაოდ ნერვიულობდი ბრძოლის დღესაც საკმაოდ ნერვიულობდი ბევრმა ადამიანმა შენიშნა ეს სხვათა შორის, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში, როდესაც წონა ჩავაბარეთ და უკვე როდესაც მერაბმა წონა გააკეთა და ვიცოდით, რომ წონაში ვიყავით, აი ეს ყველანაირი ნერვიულობა და რაც შეიძლება ყოფილიყო აბსოლუტურად მომეხსნა, უკვე საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი მეც იმაში, რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით ამ ბრძოლაში და თითქოს ენციკლოპედიის ყველა თავები შეიკრა და რაღაც დასკვნამდე მივედით, იმ დასკვნამდე რომ ძალიან მაგრა ვიყავით ამ ბრძოლისთვის მომზადებული, რამაც მოგვცა ესეთი თავდაჯერებულობა. რომანი ჩამოვიდა, მოკლედ, სხვათა შორის წინა დღეს უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ გზაზე მანქანა გაუფუჭდა. ბიძია რომანს და დამირეკა, რომ ესე და ესე დამემართა, მანქანა გამიფუჭდა და ვეგაში მიწევს დარჩენა და ხვალ სხვა მანქანით წამოსვლაო და ბრძოლის დღეს ჩამოვიდა. ვიდათ ვიყავით, სახლის გარემო ჰქონდა, მოკლედ. ბრძოლაზე სანამ წავიდოდით, ბევრი ვისაუბრეთ. მერაბი, მე და რომანი ვიყავით. შემდეგ უკვე მერაბმა დაიწყო ეს მომზადება, ჩოხის ჩაცმა, აი აქ უკვე იგზნობა ხოლმე ჩემთვისაც, რომ ეს ბრძოლის წამები მოახლოვდა, მაგრამ მაინც ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. All right, we'll see you guys. See you. Hey guys, good luck, man. Thank you. ჯონატი მუინის კორნერშიც არის. ეხლა წავიდა მუინი 12 საათზე მიყავდა და ჩვენ 5 საათზე. Today is the day. We die or we live. I'd rather die today. I'm gonna go in and put 25 minutes in hard work. We just finished nice warm up. Thank you, Ray. Same old, buddy. Do what got you to the dance. I appreciate you, Joe. Thank you for all the help. Thank you, Hassan. Such a nice guy. Let's go for your Rocheval. Octagon's security weakness. I'm David Almascula. I have Jobio Mankala. Mental Sokolas and Scholas Nagan, like Adi Yokola, mental Bagacolas. Be yourself. Maxims. How are you, Bichebo? Merab's Gauman! Arjo, Haida. დადგა დღევანდელი დღეც, ბრძოლის დღე, 18 იანვარი და ეს უნდა გავიდეთ საბრძოლველად და მთავარია ავიტანო ყველაფერი. დანარჩენი უკვე არ შემეშლება, ჩავდებ ყველაფერს დავიხარჯები ბოლომდე. როგორც წეხან თქვი ან სიკვდილი ან გამარჯვება. და რაც მთავარია პოზიტიურად ვარ და განწყობა კარგია. დავედი ჩვენი ძმები. ქართველი ძმები აგერ არიან. ჩვენი ნოხჩი ძმებიც აგერ არიან. ჩვენი იამაიკელი, ამერიკელი ძმა ალჯო აგერ არის. დავაკეთე. ასე ჩუე ჩამოვარდა ბიჭო. ყველაფერი გზია. Oh, rakai იყო გუში ჭამას მათ ეგენეცა. იმე. აი, ჩუბის მე იმდრად არ არის გემრიელი, აი წონასო ჩააბარებ რა. თან იქ რაღაც ხო რაც თქო ესეთი იმიანი
რაღაც ცოტა მარილიანი საჭმელი და რაღაც შეკმაზული საჭმელი მოიტანეს რა. ერთი თვეა იმავსჭამ ჩალას ყველა. ორგანიზმი რო გადაჩეულია. ხო, გემრიელს. მეორე ჭამა ყველაზე კაი პირველს ხო. პირველს გემო არა. ძალით ხო ჭამა რა. პირველს ხო აი იმას რო სოწყოს და რაღაცას გემოს ველი. კამერის გაკეთების დროც მოვიდა და როგორც თქვი სამწუხაროდ ხანჯალს ვიყიდებ. და ეგ არის ჩემო ძმაო. აუ თუნდაც ხანჯალი. ასე ამასაც ჩემი კბილების დამცავი. რა თქმა უნდა საკეთრო დროშა ჩემი როგორც ასევე მაქვს მეორე სათადარიგოს ეხა ჯიბეში ჩავიდებ რომ ამე მოხდეს და ეს ვიღაცამ კალკულაციოს პაპახი მაქვს შეიძლება აფერანცული ჯესიკოც წავედით ძმაო ზოგი ზადა ამოვიდა ჩემპიონი აბა so ეგ არის ვიგებთ უეჭველი მაგრის ფორმაში რა აბა შემართება She time? What time? Machine time. What time? Machine time. Let's fucking go, Morocco. Let's fucking go. Baby, let's go, Vado. Let's go, champ. Fuck these guys, Morocco. Let's go. Let's go. Let's go. ძალიან ისეთი აღელვებულები არ ყოფილვართ, ანუ ამის თქმა მინდა, როგორც ერთი ჩვეულებრივი ბრძოლა ისე იყო, ეს მომენტიც რაღაც ის არ იყო, რომ რაღაც პირველი ქამრის დაცვათან ის ნურმაგომედოვების დინასტიასთან და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო პერიოდში განსაკუთრებით იგრძნობოდა ეს წნეხი და ვამბობ იმასაც, რომ პრობლემები რა თქმა უნდა ყოველთვის არის. ანუ ყველა ჩვეულებრივი მოგვტავი ადამიანები ვართ და ეხლა იმ პრობლემებზე საუბარს რა თქმა უნდა აზრი არ აქვს, მაგრამ დამიჯერეთ იყო ისეთი მომენტებიც, რომ ბრძოლაზე ჩახსნა ლოგიკურიც კი გვეჩვენებოდა ტრავმებიდან გამომდინარე, მაგრამ ვართ ზუსტად იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ, რომ აი ეს ხასიათი გვაქვს ზოგადად ქართველებს, ჩვენც საქმის ბოლომდე მიყვანა გვიყვარს და დიდი ისტორია დაიწერა, როგორც ვამბობ,
არენაზე მივედით გასახურებელ ოთახში, სადაც სხვა მებრძოლებიც იყვნენ. Go champ. აქ უკვე რუტინული ნიუანსების გავლა მოუწია მერავს როგორც ხდება ხოლმე დოპინგ ტესტი, სახოების გაკეთება, სკოჩების ხელთათმანების ჩაცმა, სკოჩების გადაკვრა. ნუ შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დაიწყო გახურება ბრძოლისთვის. თვითონ ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს, საერთოდ არ ეტყობოდა, აღელვებული რო იყო. მერავს როგორც წესი, ბრძოლის დღესაც აქვს ხოლმე სპარინგები, იმ დღეს დილითაც ისპარინგა სასტუმროში. 2 რაუნდი, შემდეგ აქაც ისპარინგა ალჯოსთან 2 რაუნდი. ხასეინასთანაც იმუშავა, საკმაოდ კარგად გახურებული იყო. მერაბმა გახურება უკვე დაიწყო და როგორც წესი, ყოველი ჩხუბის წინ ალჯოსთან ისპარინგებს რამოდენიმე რაუნდს. ამ დილით თუ არ ვცდები 3 რაუნდი ისპარინგეს და ჩხუბამდე კარგად გახურდება 2 რაუნდს მინიმუმ ისპარინგებს და კარგად გახურებული გავა უკვე ბრძოლაზე. აბა ჩვენ ვიცით გამარჯვება ჩვენი იქნება აუცილებლად ღვთისყალობით დარწმუნებულება. ზოგადად მეც უნდა ყოფილიყავი კუთხეში, თავიდან მე ვიყავი ჩაწერილი კუთხეში როგორც ვიცოდი და შემდეგ დაურეკეთ და ხასეინის დამატება ვთხოვეთ. 5 ადამიანის და UFC-მ გითხრა რომ პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ბრძოლის წინასაღამოს გავიგეთ რომ მე ამოსვეს და ხასეინი დაამატეს, რაც ძალიან უცნაური იყო, თან არ გაუფრთხილები ვართ ისე. მიუხედავად იმისა რომ ეს ეკიპირება რაც არის, რასაც კუთხეს აძლევენ, მეც მომცეს, უცნაური იყო მოკლედ, მაგრამ ამას არ აუშავს, ანუ ვინჩივის თავარი იყო ბრძოლაში გამარჯვება. და სანამ მერავს ბრძოლაზე გაიყვანდნენ, მე და ლაშა დავემშვიდობეთ, რადგან ჩემი ძალიან დიდი სურვილიც იყო ბრძოლაზე მეყურებინა და უბრალოდ ლოკერუმში ვერ გავჩერდებოდი, ძალიან გამიჭირდებოდა და რთული იქნებოდა ამ ბრძოლის ყურება ლოკერუმიდან, აუცილებლად უნდა ყოფილიყავი არენაზე. ნუ სხვა ბრძოლებზე საერთოდ არც მიმიქცევია ყურადღება, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, ველოდებოდი მერაბის ბრძოლის დაწყებას. როგორც კი დასრულდა ჯამალ ჰილი და პროჩასკას ბრძოლა, დაიწყო მებრძოლების გამოსვლა, გამოვიდა უმარი, შემდეგ გამოვიდა უკვე ჩემპიონი, ძალიან მაგარი შემართება იყო. არენაზეც იგრძნობოდა, რომ თითქმის უმეტესობა მერაბს ქომაგობდა. ბრძოლაზე ხლა აქ ბევრი არ მინდა ვისაუბრო, რაც ხდებოდა ბრძოლაზე, აი ძალიან მაგრად ვისიამოვნე, სხვათა შორის არ ვიყავი ისეთი დაძაბული როგორც სხვა ბრძოლებზე ვარ ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩართული ვიყავი კემში თავიდან ბოლომდე და ხედავდი ყველანაირ ეტაპს მომზადების თუ ესე ვთქვათ პრობლემებს თუ რა ხდებოდა და მაინც მიუხედავად იმისა რომ როგორც თქვი რაღაც პრობლემები იყო და ტრამვები მაინც კარგად მომზადებული იყო მერაბი და არ ვიცი რანაირად და როგორ ახერხებს ხოლმე მაგრამ ჯონ მუდიც ხშირად საუბრობს ამაზე აი ბრძოლაზე უკვე აი ამ ყველა ელემენტს რაზეც ვარჯიშობდა და მუშაობდა მთელი კემპის განმავლობაში ესე ერთიანად კრავს და იდეალური
მერაბ დვალიშვილი გამოდის ხოლმე ყველა ბრძოლაზე და რაც ვთხოვე ბრძოლამდე სიტყვები, რაც ვთხოვე რა დიალოგიც ქონდა. მოკლედ როგორც მოიპოვე ეს კამარი, ისე დაიცავი კბილებით და სისხლით მეთქი და რავი, უბრალოდ გადი და ისე ამოვნეთქო რა. ეს მერაბი რაც არის სცენაზე, ოქტაგონზე და რასაც ანუ როგორი შოუმენიც არის პლუს ამას მებრძოლობას თავი დავანებოთ. ზუსტად ამიტომ არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მებრძოლი და რაც გააკეთა, არ ვიცი, აი დღემდე ვიდეოს უყურებ და ძალიან მაგარი იყო ყველაფერი, მოკლედ ბრძოლის შემდეგ ემოციები ხო საერთოდ სასწაული იყო, ყველას ჩახლეჩილი ქონდა ხმა, ვინც კი ვიყავით, მან ქართველები მისული საქომაგოდ, ბრძოლის შემდეგ უკვე სპეციალური საშვი მქონდა, რითაც შემეძლო ამ ლოკერუმში ყოფნა და ანუ გუნდთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ მეც მერაბის გუნდში ვარ და როდესაც დავბრუნდი უკან გასახდელში და მერაბი სამედიცინო კონტროლს ამთავრებდა და გამოიყვანეს, მანდიყო რომ აი ძალიან გავჭედეთ ორივე. ჯერ მერაბი არ ყავდა დანახი და მივედი და ენცქი და მეთქი აბარას გეუნებოდი. უკდავი ხარ მეთქი რომ უყვიროდი მერაბს. ანუ რეალურად უკდავობა არის ქამრის მოგება, შემდეგ ამ ქამრის დაცვა წაუგებლების დინასტიის წინააღმდეგ, ანუ პირდაპირ ფაქტებით რო ვისაუბრო, ყველამ კარგად ვიცით რომ აქ მარტო უმარ ნურმაგომედოვს კი არ, აქ თელ მათ დინასტიას ვებრძოდით. დაჟე შემდეგ ჰენრი სეხუდო მოიყვანეს კემპში, თიმაუსი მოიყვანეს კემპში, ანუ დიმიტრიუს ჯონსონი მოიყვანეს კემპში, ბოლოს ანუ მაგდი გადაიყვანეს. მერე ანუ რავი ჰალკი მოიყვანეს, კაპიტანი ამერიკა, დილით ფიზიკურ მომზადებას სპაიდერმენი აკეთებდა და ანუ მეტი რა ვთქვა, არ ვიცი. ანუ ეს ყველაფერი მართალია ხალხო. ანუ ხო ხდებით რა, რეები ხდებოდა და როგორი ბრძოლა იყო და არ უშველათ მოკლედ. ლიას თქმის არ იყოს, აი რა ხდება, როდესაც ქართულ ჭიდაობას ეტაკება დაღესტნური ჭიდაობაო. ლეგენდა გახდა, უკდავი გახდა ჩემ თვალში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია, ქამრის დაცვა მოხდა ბანთემეიჩი, როგორი მებრძოლები ყავს დამარცხებული. ყველა ლეგენდები ესე ვთქვათ, ჰენრი სეხუდო, მარლონ მორაესი, ჟოზე ალდო, ნურმაგომედოვი დაუმარცხებელი, პიოტრ იანი, შონომალი. ძალიან ბევრმა MMA-ის გვერდმა დაწერა უკვე და მეც ეთანხმები. მერაბი უდაოდ არის ბანთემვეითის GOAT-ი, ანუ greatest of all time-ი. ერთ-ერთი დიდებული ბანთემვეითი საუკეთესოთა შორის, ანუ უდაოდ არის მერაბ დვალიშვილი. უკდავი გახდა და დიდი ისტორია დაწერა ასევე ნურმაგომედოვების დინასტიის დამარცხებით. ანუ თქვენთან არ ვიცი ხალხო რა ხდებოდა, მაგრამ აქ ისეთი წნეხი იყო, რომ აი ესეთი გეგმა ქონდა მამას და ასე შემდეგ და father's plan და აი ყველა მაგაზე ლაპარაკობდა და 4-ვე ნურმაგომედოვი ესე კამრებით და ესეთი სურათები და ასე შემდეგ. პატივისცემა კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა მებრძოლს, ყველას დინასტიას, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენც ვიმსახურებთ მე მგონი პატივისცემას და სასწაული გამარჯვება იყო რა. ერთი კამარი მოკლედ ისედაც მერაბის იყო, როდესაც მოიპოვა UFC ნოჩეზე და ეხლა უკვე მეორე კამარიც დაემატა, რომელიც დაიცვა. ყოველ ესეთ კამრის დაცვაზე ახალ კამარს მიცემენ, კონკრეტულად იმ ივენთის კამარს, რომელიც დაიცვა და აი ესე უნდა შეემატოს კოლექციას და არ უნდა გაჩერდეს, როგორც თქვი. წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ბრძოლა გველოდება, ერთ-ერთი მალე იქნება ეხლა ალექსანდრე თოფურიას
ტოფურიას ბრძოლა, ილია ტოფურიას ძმის ბრძოლა, რომელიც იქნება ავსტრალიაში და მის კუთხეში იქნება ილია ტოფურია, ხოლო მისი მოწინააღმდეგე არის ვოლკანოვსკის გუნდიდან და მისი მოწინააღმდეგის გუნდში ვოლკანოვსკი იქნება და ნუ მაგარი დაპირისპირება იქნება, ძალიან ველოდები რა ამ ბრძოლას მაინტერესებს. ასევე გველოდება რომან დოლიძეს ბრძოლა, რომანი უკვე აქ არის, ლას-ვეგასში არის. რამოდენიმეჯერ შევხვდით, ვისაუბრეთ და ეხლა უფრო ხშირად გადავიკვეთებით. ანუ მერაბის ბრძოლის შემდეგ ისეთი დაღლილები ვიყავით და ისეთი გადამღლელი იყო, თან შემდეგ რაღაც კოვიდივით ვირუსი დაგვემართა და ესე ვთქვათ, კარგად აღვიდგინეთ და გამოვიშვშეთ და ეხლა ნელ-ნელა ბრუნდებით და უკვე თავით გადავხტებით საქმეში. შემდეგ გიგას ბრძოლაც გველოდება, ინძას ბრძოლა, რომელიც ასევე ლას-ვეგასში ბრუნდება. ჩვენი სხვა მებრძოლებიც აქ არიან, ლას-ვეგასში არიან. ალეკო საღლიანი, ლევან ჩოხელი, ამირან გოგოლაძე, ბიჭები ელოდებიან ბრძოლების ჩანიშვნას. ვიცი, აი მერაბის კამრის დაცვით წელი ძალიან მაგრად დაიწყო. ყველანი ძალიან მოტივირებულები ვართ. მერაბ კიდევ ერთხელ გილოცავ კამრის დაცვას, ჩემო ძმაო, ძალიან გაგვახარდა. ისტორიის ნაწილი გახდი კიდევ ერთხელ და მართლაც რომ უკვდავი ხარ და ლეგენდა ხარ. საქართველოს სახელით გეუბნები. 50000 გამომწერზე მეგობრებო. ამ კამრის გათამაშება მექნება, რომელიც არის UFC-ს რეპლიკა კამარი, რომელსაც თვითონ UFC shop იყიდის და რომლის ღირებულებაც არის დაახლოებით $1000-მდე, რომელზეც იქნება მერაბის ხელმოწერა, ასე რომ აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ. And still და ეს კამარი არსად არ წავა, ჩვენთან იქნება ძალიან დიდხანს. ამინ. და მოკლედ წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს და ყველა წარმატებები ყველა ქართველ მებრძოლს. ეხლა კი დროებით დაგემშვიდობებით და წარმატებებს გისურვებთ. And still